ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზიამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. მედია მენეჯერის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, რომელმაც ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, დაცვის მხარემ სახელაშვილის საცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების პოზიციით სახელაშვილი არ არის კვალიფიციური, არის სანქცირებული და ამაღლობელის საქმეს მიუკერძოებლად ვერ განიხილავს. მიუხედავად ამისა, ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს სახელაშვილმა პროცესი 31 მარტამდე გადადო. სასამართლომ უნდა გაარწმუნოს საზოგადოება, დარბაზი, რომ მართლმსაჯულება აღქმების დონეზე აღიქმება მართლმსაჯულება. ამიტომ როგორც მინიმუმ ამ მოსამართლეს ამის ობიექტური შესაძლებლობა არ გააჩნია. ერთი გარემოება გახლავთ ის, რომ ის სწორედ მზიას საქმის გამო ვთქვათ ცივილიზებულმა სამყარომ იქიდან რამდენიმე ქვეყანა მის მიმართ გამოიყენა ასე ვთქვათ სანქციები, ვიზა შეზღუდვები, მას სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, მზიას საქმეში და მზიას უფლებების დარღვევებისთვის ეს ქვეყნები არ უშვებენ თავის ტერიტორიაზე. ეს გარემოება ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს აძლევს იმ რწმენის საფუძველს, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ იქნება მონდომებული, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მზიას სასარგებლოდ. საწინააღმდეგო სხვა შემთხვევაში დაადასტურებს, რომ მის მიმართ მიღებული ეს სანქციები სწორი იყო. ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს ნინო სახელაშვილი მზიამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო დაასანქცირა. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით ის ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. მან 2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი. 2012 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერიის მაგისტრატურა. სახელაშვილის ორივე საფეხურის სხვა სპეციალობებთან ერთად სამართალსაც მოიცავდა. ბათუმელების ცნობით სახელაშვილი, რომელიც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ გაამწესეს. რიჩი მიზანთან დასრულოს საზოგადოებას და მათ შორის დაცვის მხარეს, რომ სასამართლოს აბსოლუტურად კანონის შესაბამისად, იმ დროს მოქმედი ეროვნული გამოცდების შესაბამისად გავლილი აქვს როგორც ბაკალავრი, ასევე მაგისტრატურის შემდგომი საფეხური და თითოეულ დიპლომში, როგორც ბაკალავრის დიპლომში, ასევე მაგისტრატურის დიპლომში, ამის ხილვად პედაგოგად შეგიძლიათ, მითითებულია სამართლის სპეციალიზაცია. მათ შორის მაგისტრატურასთან მიმართებით მითითებულია პერიშოს სამართლის სპეციალიზაციით. ეხლა რაც შეეხება შემდეგ საკითხს სამართლის სპეციალიზაციასთან დაკავშირებით და მითითება ის საკითხთან დაკავშირებით, რომ აცილების ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ, რომ არ ვარ დანიშნული კანონის შესაბამისად. თუმცა მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, ვერც ერთი კანონის ნორმა, თუ რას გულისხმობს დაცვის მხარე კანონის შეუსაბამოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. აქაც ასევე საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დეტალურ განმარტებას გავაკეთებ მოქმედი კანონების შესაბამისად, როგორ ხორციელდება მოსამართლის თანამდებობაზე განცესება. ნამდვილად ვიდასტურებთ, რომ სასამართლოს ამ შემადგენლობას სისხლის სპეციალიზაციით არ აქვს ჩაბარებული გამოცდა, თუმცა ვერ მიუთითებს ვერც ერთ კანონის ნორმას, სადაც მსგავსი ჩანაწერი ან მოთხოვნა არსებობს მოქმედ კანონებიდან გამომდინარე. დღევანდელ სასამართლო პროცესს მზიამაღლობელიც ესწრებოდა მედია მენეჯერის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სრულიად ვეთანხმები ადვოკატებს, მედია ეთნიკოსანებს და ერთადერთი ის არის, რომ თუ ჩვენ ამ შედარებას გავაკეთებთ იმას, ალუვია საბჭოთა რეპრესიის დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ესე ვთქვათ, ხრებდნენ, რომ არასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მე რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი იყო. სასამართლოში მზიამაღლობელი სოლიდარობის ნიშნად მისი კოლეგები და მოქალაქეები იყვნენ მისული. პროცესს ესწრებოდნენ გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლებიც. სხდომის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზიამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნოდა 2000 ლარით დააჯარიმა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელი შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173 მუხლით ჰქონდა დაწყებული. მზიამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად მაშინ, როცა კედელზე სტიკერი გააკრა. დაკავების მომენტში მედია მენეჯერს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია, რასაც ადასტურებს კიდეც მისი დაკავების კადრები. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოქმი
173 მუხლით შეადგინა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ასევე ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის პასუხი, რომ ამაღლობელს არა 173 მუხლით, არამედ 150 მუხლით აკავებენ. არ ხნა რა გოგო, არ ხნა რა. ზია ამაღლობელს აკავებენ, ზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, ზია ამაღლობელი დააკავეს. ზია ამაღლობელი დააკავეს ამ ზია ამაღლობელი დააკავეს ახლახანს ბათუმელების ზია ამაღლობელი ეს არ ღვევა იყო. ეს არ ღვევა იყო. ირაკ ეხლა რა დაარღვია რომ დააკავ ირაკ. ეხლა რატო დააკავ რა დაარღვია. ზია ამაღლობელი იმავე ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო მეორედ დააკავეს. უფლებადამცველების განმარტებით ამაღლობელის მიერ განხორციელებული ქმედება პოლიციელზე თავდასხმად ვერ ჩაითვლება. 4 მარტს ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე ვიქტორ მეტრაველმა ამაღლობელის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიღო. მას სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ. დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. პოლიტპატიმარის უფლებადამცველების შეფასებით სასამართლომ ზია ამაღლობელი დაცვის უფლების განხორციელების გარეშე დატოვა. ზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.